I want to start with მინდა დავიწყო იმით, რომ მიომართო ბატონ ორბანსა და ბატონ ფიცოს. მინდა უთხრა მათ, ვინ არიან ქართველები, ვინ წარმოადგენს მათ და ვინ არა. ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხისა არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. წერტილი. ეს არის საქართველოში ფართოდ აღიარებული სიმართლე. ვინ არიან ქართველები? ქართველი არის მზია ამაღლობელი, რომელიც არის დაპატიმრებული და მე ვიტყოდი, არის რეჟიმის მძევალი. მან გამოიარა წამება და 32 დღეა რაც შიმშილობს. ის იბრძვის არა საკუთარი, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვის. არანაირი სხვა ინსტრუმენტი არ აქვს ამის გასაკეთებლად გარდა შიმშილობისა. ის არის საქართველო ბატონო ფიცო, ბატონო ორბანი. ვინ არ არის საქართველო? მისი მწამებელი ბატონო დგებუაძე. 33 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია. ის არის ამ საშინელების ავტორი. ის არის მისი უფროსი, აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია. ისინი არ არიან საქართველო. მზია არის საქართველო ბატონო ფიცო და ბატონო ორბანი. ეს არის ახალგაზრდა მოსამართლე სახელაშვილი, რომელმაც მზია გისოსებს მიღმა გაუშვა. ის არ არის საქართველო. მზია არის საქართველო. საბას ხვიტარიძე არის საქართველო. ჩემი პარტიის წევრი, რომელიც ორჯერ ცემეს პოლიციაში. არ მისცეს ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობის საშუალება და არც სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალება. გიორგი კამხაძე, რომელმაც ის აწამა, არ არის საქართველო. იქ სხვა ნიღბიანებიც იყვნენ, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ეს არის ამოცნობილი. მოსამართლე ხუჯაძე, რომელმაც საბა გაუშვა პატიმრობაში და არა მისი მწამებელი. მეორე მოსამართლე, რომელმაც საბა ციხეში გაუშვა, არის მარიდაშვილი. ესენი არ არიან საქართველო, მაგრამ თქვენ სწორედ მათ უჭერთ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ არც უნგრელი და არც სლოვაკი ხალხი ამ კანიბალებს არ ემხრობა, მაგრამ თქვენ ემხრობით რაღაც მიზეზების გამო. თქვენ მხარს უჭერთ მწამებლებს, უზურპატორებსა და იმ ხალხს, ვინ საქართველოში კონსტიტუციური წესრიგი დაარღვია. ჩვენი კოალიციის ყველა წევრი, ლიდერები ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და მე, ნიკა გვარამია, ბოლო კვირეების განმავლობაში ვიყავით გისოსებს მიღმა. არავინ იცის რატო. ახლა როდესაც მე აქ ვლაპარაკობ, ზურას მეუღლესთან სახლში პოლიცია მივიდა და არავინ იცის რა უნდოდათ. ჩემი ახალგაზრდა თანაშემწე მირანდა 5000 ლარი დააჯარიმეს, რაც დაახლოებით 2000 ევროა. ეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოხდა. ამაში დამნაშავე ქართული ოცნების დრაკონული კანონებია, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ადამიანები დაჯარიმდნენ სასამართლო პროცედურებისა და მტკიცებულებების გარეშე. სწორედ ამას უჭერთ მხარს თქვენ, ბატონო ფიცო და ბატონო ორბანი.